როდესაც წაიყვანეს და როგორც ვიცი, ახლა მე და დაახლოებით რომელ რიცხვში იქნება აი ეს თქვა 29-ში მოიყვანეს მხოლოდ პრეზიდენტი ხიბლაში. უკვე გარდაცვლილი. და სად აწამეს და სად მოკლეს, იმიტომ რომ ამაზედაც მაქვს მე გადაცემა, მის ექიმთან მაქვს ინტერვიუ და ასევე ბატონ გოჩა ბახიასთან, რომელიც გოჩა ბახია რომ ამბობს მიახლოებით ის არის. ანუ გია გულუას გაუვარდა ცოტა ის არის გაუვარდა ეს არტებას გაუვარდა გასაგებია. იარი ესე რომ ვარდებოდეს და პრეზიდენტს რო კლავდეს იგრე სად არის. ანუ გია გულუა მესროლა, მაგრამ ხო შეიძლება ესეთი რაღაცა მე ვერ ვიტყვი გია არა, მე ვიცი რომ თქვენ ვერ დაადებთ ასე ხელს, მაგრამ ინფორმაცია როგორ გაქვთ? მე ჩემ ინფორმაციას გეტყვით ახლა როგორც მიხდეს რომ თითქოს შევარდნაძე იდგა და შევარდნაძე ისევე როგორც საჯაიას მკვლელობა მოხდა სხვისი ხელით შევარდნაძე მისროლა. ანუ შევარდნაძე მესროლა, ხო? გულუას ხელით. შევარდნაძეს მე არ მგონია იქ შევარდნაძის შემსრულებლები მე ვიცი რომ გია გულუას წიხლი აქვს ზვიადის და ეს სათხდება სენაკში თუ ფონიჭალაში? თბილისში? არა, სენაკში. აეროპორტში, ხო? აეროპორტში. და ძალიან იყო ნაწამები, ხო, პრეზიდენტი? როგორც ამბობენ ასე იყო. დამტრეული ქონდა მთელი კიდურები. სოსოთორია თქვენი უახლოესი მეგობარია. აი, სოსოთორია მეც მომიყვა, ეს გადაცემაც გვაქვს. ჩვენ უნიკალური გადაცემები გვაქვს, მარტო და ბატონ ვახტანგთან ხო, რამდენჯერმე გვაქვს ინტერვიუ და ძალიან მართლა მაგარი ინტერვიუებია. ამასაც ხშირად გაჩვენებთ ხოლმე და სანამ